ქართველი ემიგრანტების მორიგი აქცია დასავლეთ ევროპის 8 ქვეყანაში მცხოვრები ქართველები კიდევ ერთხელ გამოდიან საერთო მოთხოვნით გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები სხვადასხვა ქალაქებში და მოიხსნას საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური ბარიერები. იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ გამართული აქციები შედარს არ გამოიღებს ემიგრანტები საქართველოში დელეგატებს გამოგზავნიან, რათა ასე მაინც მიაწვდინონ ხმის შესაბამის უწყებებს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონის საკონსულოში შეტანილი იქნა 400 ხელმოწერა, რათა გახსნილი იყოს საარჩევნო უბანი, ხელისუფლებიდან მივიღებთ კიდე უარი. მინდა გითხრათ, რომ კატალონიაში მცხოვრები ემიგრანტები ვერ მოახერხეს მადრიდის ჩასვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ემიგრანტებს ქართველებად აღარ გვთვლის და აღარ ვართ საინტერესო მათ საზოგადოებისთვის. მოვითხავთ, რომ თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გამოვაგზავნოთ ჩვენი წარმომადგენლები საქართველოში, რადგან თუ აქედან ვერ მივაწვდნეთ ჩვენ ხელისუფლებას ხმა ჩვენი მოთხოვნებისა, შესაბამისად ჩვენი წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში და პირადად გადასცემენ იმ მოთხოვნებს, რომელიც თითოეულ ქართველს აქვს, რომელიც ევროპაში ცხოვრობს. ჩვენ წავალთ საქართველოში ჩვენივე ხარჯებით, აი ეს ხალხი შეკრიბავს ფულს, უყალანი შევკრიბავ დავდეფოს, ჩვენივე ხარჯებით წავალთ და ჩვენივე ხარჯებით ჩავიტანთ ამბავს საქართველოში. რაც ხდება აქ? იმის გამო, რომ ჩვენ ვერ მივაწვდნეთ ჩვენი ხმა, მიუხედავად იმისა, რამდენჯერმე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვაგზავნეთ ჩვენს დელეგაციას საქართველოში.